თქვენ ხედავთ კარეთის ცენტრალურ ნაწილს. ეს ხატი ოდიგიტრიის ტიპის ღვთისმშობლისა და ღმის ხატი იყო. ძველ ფოტოზე შემორჩენილია ხატის ჭედურობა, ანუ მარტო ფერწერით მხოლოდ თავები იყო შესრულებული და ფიგურები ჭედურობით იყო შესრულებული. ხედავთ, ზემოთ მაცხოვარია გამოსახული. ხატის ორსავე მხარეს ცეციური გვარდიის წარმომადგენლები, მთავარანგელოზები, ქვემოთ წმინდა ბარბარე, წმინდა მარინე და რა არის კიდევ განსაკუთრებით ფასეული ამ ხატში, ეს არის დამკვეთის წარწერა, სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, აქ ხედავთ სევადის ვარდულია, მედალიონი, წარწერაში მოხსენებული არიან ვარდანის ძეები, ლეჩხუმელი დიდებულები, ხატი ხატრულ-სტილური ანალიზის საფუძველზე მე-13 საუკუნის პირველი ნახევრით არის დათარიღებული. კარედი ხატები გარკვეულწილად მოგვაგონებს ეკლესიის სივრცეს, თითქოს მისი აღმოსავლეთი ნაწილის, აი პროექციად შეიძლება აღვიქვათ, როგორც აბსიდის კონქი, ეს ეგრეთ წოდებული სატრიუმფო თაღი, შემდეგ ზემოდან ქვემოთ იერარქიული დაღმასვლა, თუ შეიძლება ითქვას, გახსოვთ საეკლესიო სივრცეში, ყველაზე უფრო დაბალ რეგისტრებში გამოისახებოდნენ წმინდანები, მოწამეები. ეს წარწერა ნიგვითითებს სტანდარტული მიმართვაა ღვთისმშობლისადმი და ინასარიძეები თავისი მშობლების ვარდანის და მარინას სული საცხოვნებლად გაუმშვენიერებიათ, შეუმკიათ, შეუქმნიათ ეს კიდობანი. და შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ბარბარე და მარინე მოსახელე წმინდანია გამოსახული ორი წმინდა დედა მარტვილთა ჯვრებით ხელში. მაცხოვრის ეს ხატი მე-13 საუკუნის პირველი ნახევრით განისაზღვრება, თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი, მაკურთხებელი მაცხოვარი, ყოვლის პრობელი, სახარებით ხელში, საკმაოდ დაზიანებულია, ნახეთ ეს დაფამდე, დაფა არის შემორჩენილი მხოლოდ, ხის ფიცარი, აქაც ნახეთ კონტური შემოუყვება, ნაკვალევია, ლურსმნების, სამაგრების, ეს ხატიც თავის დროზე მოჭედილი უნდა ყოფილიყო მისი როგორც აში, ასევე ფონი. და ერთ საინტერესო მომენტზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, მიაქციეთ ყურადღება, როგორ ესეთი წითელი, გრაფიკული, ნახატით არის შესრულებული შარავანდი, ბერძნული წარწერა იესოს ქრისტოს, აი აქ ძვირფასი ქვებია მონიშნული, ეს გახლავთ სწორედ მოსამზადებელი ნახატი, ანუ მინიშნებულია მერე ჭედურობაში რა როგორ უნდა გამოსახულიყო. სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული წარწერებია, ეს არამც არნიშნავს, რომ ეს არა ქართული ხატია, უბრალოდ ბიზანტიური წრის, ბიზანტიური კულტურულ არეალს მიკუთვნებულ ქვეყნებში ეს იყო ტრადიცია, რაც უფრო მაღალი იერარქიის მქონე გამოსახულება იყო, ამ შემთხვევაში მაცხოვარია. ბერძნული წარწერა ჰქონდა, ხოლო რაც უფრო მეორეხარისხოვანია პერსონაჟი, მას შესაძლოა ქართული წარწერაც ჰქონდეს და სხვათა შორის ჯვარცმის ხატზე, როდესაც ვილაპარაკე, ოდნავ ადრე ღვთისმშობელს და მაცხოვარს ბერძნული წარწერა აქვს, მაშინ როდესაც იოანე მახარებელს აქვს ასომთავრული წარწერა. ანუ აი ამ წარწერებში ენაშიც გარკვეულად ჩანს ეს იერარქიული პრინციპი. თქვენთვის უკვე ცნობილი კომპოზიცია, მთავარანგელოზთა კრება, მაგრამ სულ სხვა მხატვრული მიმდინარეობის, უფრო ნაკლებ პროფესიული ოსტატის ნახელავია ლორონიან შესამოსელში, მთავარანგელოზი ხელში მედალიონი ქრისტე ევმანუელით. ვედრების რიგის ერთ-ერთი საინტერესო ჯგუფია ვედრების ხატების რიგისა. ამ ვედრების რიგიდან მხოლოდ რამდენიმე ხატის შემოგრჩა, მაცხოვრის ხატი, უკვე თქვენთვის ნაცნობი მხოტრერის მთავარანგელოზთა ეკლესიიდან. დღეს 63 ხატია შემორჩენილი, მთავარანგელოზი და პავლე მოციქული. და მეთანხმებით და ამ ფოტოებზეც კარგად ჩანს, რომ ერთი მხატვრის თუ არა ერთი სახელოსნოს ნახელავია, ერთ დროსაა შექმნილი და ერთ ანსამბლს მიეკუთვნება. ეს სამი ხატი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე-14 საუკუნის ფერწერული
ნამუშევარია, რომელიც ვედრების რიგის ნაწილს შეადგენდა თავის დროზე. უფლის გარდამოხსნის კიდევ ერთი ხატი, კარედია, მცირე კარედია, მარჯვენა ფრთაზე, ჯვრის ტვირთვა. მოდით დავაპატარავოთ, კარგად რომ დაინახოთ. უშგულშია დაცული ეს ხატი. მარჯვენა ფრთა დაზიანებულია, გამოსახულება აღარ არის შემორჩენილი, მაშინ როდესაც უკაცრავად მარცხენა ფრთა მარჯვენა ფრთაზე ჯვრის ტვირთვაა ასახული. საფიქრებელია, რომ ისევ ვნების ციკლის, რომელიმე კომპოზიცია იქნებოდა განთავსებული, ალბათ ჯვრის გამზადება. მე-14 საუკუნის ხატია, ხედავთ, აქაც საკმაოდ დაზიანებულია, ჭედური შესამოსელით არის გამშვენიერებული პატივის ნიშნად. აი ზურგიც არის შეჭედილი და მავედრებელი, შესავედრებელი წარწერა გოლგოთის ჯვარია, ასე სტილიზებულად გოლგოთაზეა მითითება. გოლგოთის ჯვარია აღმართული და ასომთავრულ წარწერაში შემავედრებლის სახელიც ამოიკითხება. მეჩაბალახიძე ესონა. მე-14 საუკუნის საინტერესო კომპოზიციური გადაწყვეტის ნიმუშია იოანე ნათლისმცემლის ხატი. ხატის აშიებზე განთავსებულია მეუდაბნოეთა გამოსახულებები, ბიუსტები, მათ ახლავთ წარწერები, ისევ საინტერესო სინთეზი ფერწერისა და ჭედურობისა გვაქვს ამ მოგვიანო პერიოდშიც. ხო, აქ ბერძნული წარწერაა, იოან პროდრომოს, იოანე წინამორბედი. ნახეთ, მისი მავედრებელი პოზა გვაფიქრებინებს, გვაძლევს უფლებას გამოვთქვათ ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს ხატიც გულისხმობს მაცხოვარს, მისი პოზა, ანუ ეს ვედრება მიემართება, რა თქმა უნდა, მაცხოვარს და შესაძლოა ესეც ვედრების თავისებური რიგიდან წარმოსდგება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ესეთი ინდივიდუალური იოანე ნათლისმცემლის ამგვარი ვედრებად გამოსახული იოანეს ხატთან კონდეს საქმე. კარედის კიდევ ერთი, ხო, დამავიწყდა მეთქვა, რომ კარედები ყოველთვის არ არის ცალკეული ხატისთვის შექმნილი ლუსკუმი, ამ შემთხვევაში კარედი თავდაპირველი ჩანაფიქრით კარედი იყო და თანადროულად არის შესრულებული ცენტრალური ღვთისმშობლისა და ყმის ხატია, წმინდა დედები ფრთებზე, მთავარანგელოზები და მათ უკან ზურგზე გამოსახული არიან წმინდა მეომრები, ხედავთ, ფარს ეყრდნობიან დემეტრე და გიორგი სავარაუდოდ, მათი იკონოგრაფიული ტრადიციული ტიპის მიხედვით თავისუფლად შეგვიძლია თავდაჯერებით ვთქვათ, რომ გიორგი და დიმიტრია გამოსახული. ღვთისმშობლისა და ყრმის ეს თავისებური ხატი საკმაოდ უჩვეულო წითელ ფონზეა წარმოდგენილი ეს ჯგუფი. საინტერესო დეკორია აშიაზე, ნახეთ ესეთი ვარდულები, რაღაცა სოლარული ნიშნების, რაღაცა წარმართული გადმონაშთია თითქოს გარკვეულწილად. მიაქციეთ ყურადღება ღვთისმშობლის შესამოსლის ფერს, თითქოს რაღაცა სადაფისფერი თეთრია, ძალიან რბილად არის დამუშავებული, ნახეთ, აი წითელი შიდა ეს ნახატი. მაცხოვარი ოდიგიტრის ტიპს მიეკუთვნება, თქვენთვის უკვე ნაცნობი. შემთხვევითი არ არის წითელი ფონი, ეს არ იყო მხოლოდ ესთეტიკით ნაკარნახევი. წითელი ფონი, სწორედ ესქატოლოგიური თემის, ანუ გამწმენდი ცეცხლის თემას ათვალსაჩინოებს, ანუ უფლის განკაცება, მისი მისია განკითხვის დღეზე, მეორედ მოსვლაზე ინიშნებას შეიცავს. ზემო სვანეთში დაცულია ხატების ჯგუფი, რომლებიც მკვლევართა მიერ ეგრეთ წოდებულ ხალხურ ნაკადს მიეკუთვნება. წმინდა გიორგის ნახევარ ფიგურა სწორედ ამ რიგის, ამ კლასის ხატებს მიეკუთვნება და სათქმელი უფრო თვალნათლივ ჩანდეს, მოდით შევადაროთ ორი გამოსახულება, ეს გახლავთ სწორედ მთავარანგელოზ მიქაელის, ჩვენ მიერ უკვე განხილული მთავარანგელოზ მიქაელის ხატის წყვილი ხატი, მთავარანგელოზი, უკაცრავად გაბრიელი იყო და ეს მიქაელია და აი ესეთი ხალხური
ხელოვნების ნიმუში მიაქციეთ ყურადღება პროპორციას, როგორ არის მრავალშრიანი, მრავალფეროვანი, ძალიან დელიკატურად რბილი გადასვლები ფორმაზე, აქ უფრო ფართო სიბრტყეებია, უფრო პირობითია, უფრო განზოგადებულია, უფრო აბსტრაგირებულია მთავარანგელოზის სახე, იგივე შეიძლება ითქვას მაცხოვრის ამ ორ ხატზე, ეს ჩვენ მიერ განხილული ვედრების ნაწილი მე-14 საუკუნის ხატი და ეს ცოტა უფრო ადრე მე-13 საუკუნეში შესრულებული ადგილობრივი ხატი, როგორ გაბრტყელებულია, ხალიჩისებურად არის ინტერპრეტირებული, თითქოს აი ორგანზომილებიანი ეს ხაზობრივ ლაქებამდეა დაყვანილი მოცულობითი ფორმები. ქართული ხატწერის ეს მოკლე მიმოხილვა უნდა დავასრულო ამ ხატების შეჯერებით. შემდეგი ჩვენი ლექცია შედგება ხელოვნების მუზეუმის საგანძურში და გავეცნობით ჭედურ ხელოვნებას.